დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში და დღეს გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, რომელიც ყოველკვირეულად თავაზობს სხვადასხვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს, შენი უფლებები გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან აქტუალურ თემაზე ბოლო პერიოდში. საკითხი რაც ხდება მუდმივად სოციალურ ქსელებში, ჩვენს ირგვლივ მოწმის სახით დაკითხვის თემა, რა უნდა იცოდეთ თუ სასამართლოში დაგიბარეს მოწმის სახით. სწორედ აი ამ თემას უფრო ვცლად გავშლით. გვანცა ჟორჟოლიანი უკვე ჩვენთან ერთად არის იურისტი, სამხელქო სამართლის სპეციალისტი და ბიზნეს მრჩეველი. გვანჩსა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მცირე პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით. მე როგორც აღვნიშნე, ბოლო პერიოდში უფრო გახშირებულია მოკლედ ეს საკითხი მოწმის სახით სასამართლოში დაბარების თემა და რა უნდა გავითვალისწინოთ თუ ასე ვთქვათ გამოგვიძახეს მივიღეთ შესაბამისი უწყება სასამართლოსგან და გვიწევს ამ პროცესში ჩართვა. პირველ რიგში მოდი განმარტოთ ალბათ ზოგადად ვინ არის მოწმე, ხომ და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ ზოგადად თუ დადგა ის მომენტი, როდესაც მას უწევს სასამართლოში მოწმედ მისვლა. როგორც შენ ახსენე სალომე, ყოველ კვირას ვეხებით ძალიან აქტუალურ თემებს, ისეთ თემებს, რომელიც ქვეყანაში ცხელია, მიმდინარეა და მოქალაქეებს სჭირდებათ ამის შესახებ იცოდნენ რა უფლებები აქვთ ან რა ვალდებულებები აქვთ და ერთ-ერთი თემა, რომელიც დღეს ჩვენ მოვამზადეთ მსმენელისთვის, ეს არის მოწმის ინსტიტუტი, იმიტომ რომ მიმდინარე პოლიტიკური ვითარებებიდან გამომდინარე ჩვენ ხვდებით და ვხედავთ აქტიურ სასამართლო პროცესებს, როდესაც ხდება მოქალაქეების დაბარება მოწმის სტატუსით. ეს შეიძლება იყოს უმეტესად არის ადმინისტრაციულ საქმეებზე, თუმცა ჩვენ ხვდებით ისეთ საქმეებს, როდესაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება შემდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გრძელდება, ანაცვლებს და ბრალი ეყენებათ კონკრეტულ მოქალაქეებს და ამ საქმეების განხილვისთვის ხდება უამრავი მოქალაქის მოწმედ დაბარება. და აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, ხომ მოწმე შეიძლება გადამწყვეტი როლის შემსრულებელი აღმოჩნდეს. თავად რითაც შეგვიძლია ჩვენი გადაცემა დავიწყოთ, ეს არის რომ მოწმის ჩვენება არის მტკიცებულება. მინდა ჩვენმა მსმენელმა იცოდეს, რომ თუ სასამართლოში მოწმის სტატუსით აძლევენ ჩვენებას, ის არ არის მხოლოდ მისი შეხედულების საჯარო დაფიქსირება, ან ეს არ არის მხოლოდ რეალური ფაქტის მოყოლის შემთხვევა, ეს არის მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო და შემდეგ უკვე ორივე მხარე როგორც ფაქტად და მტკიცებულებად ისე გამოიყენებს. დავიწყოთ სწორედ აღნიშნეთ და განვმარტოთ ჩვენ მსმენელს, ვინ არის მოწმე და რა უფლებები აქვს მოწმეს, რაში რა ვალდებულებებიც. მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე და ადამიანი, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს კონკრეტული საქმის გარშემო. ყველაზე მთავარი რაც ჩვენმა მსმენელმა უნდა იცოდეს არის ის, რომ მოწმის ჩვენებაზე უარის თქმა ან ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის კანონით არის დასჯადი და სისხლის სამართლის კოდექსი ისეთ რაღაცას გვეუბნება, რომ კატეგორიის დანაშაულის კატეგორიების მიხედვით მძიმდება ისეთი შემთხვევები, როდესაც მოწმე ცრუ ჩვენებას მისცემს სასამართლოს. მაგალითად, სრუბუქ დანაშაულებებზე თუ ეს არის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მძიმე დანაშაულებებზე გვაქვს ჩვენ შემთხვევები, რომ თუ მაგალითად ჯგუფურზე ამ მძიმე დანაშაულზე კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც ინფორმაციას ფლობს, გასცა ცრუ ინფორმაცია, მოწმის ჩვენებაზე უარი თქვა, შეიძლება 6 წლამდე იყოს სისხლის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა მისჯილი მსგავს შემთხვევებში. თუმცა ეს უფრო განსჯის სხვა თემა და სხვა საგანია, დაუბრუნდეთ ჩვენს მიმდინარე თავარ შეკითხვას და განვმარტოთ ჩვენი მსმენელისთვის, რა უფლებები აქვს მოწმეს. პირველი რაც უნდა, როდესაც მივიღებთ ჩვენ განჩინებას და ჩაგვარდება სასამართლო შეტყობინება, რომ მოწმის სტატუსით ვართ დაბარებულები, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის გავიგოთ რა საქმეზე ვართ დაბარებულები და წავიკითხოთ საქმის მასალები, რომ ჩვენ ინფორმაცია გქონდეს სასამართლოში რა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ. ეს გვეგზავნება, როდესაც შეტყობინება მოდის ეს საქმე იგზავნება, მაგრამ არა დეტალები და ამის შემდეგ იქ მითითებული არის, ვინ არის გამომძიებო მხარე, ვინ არის თუ მაგალითად პროკურატურას ყავს დაბარებული მოწმის სტატუსად, ამ შემთხვევაში მითითებულია პროკურორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ამიტომ პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვიგებთ და ვკითხულობთ იმ საქმის მასალებს, რა საქმეზედაც სასამართლოში ჩვენ გამოძახებული ვართ, როგორც მოწმე და მოწმის სტატუსით ვართ დაბარებულები. მეორე ყველაზე მთავარი და ამის ძალიან პრაქტიკული შემთხვევები გვაქვს არის ის, რომ თუ მოქალაქე კარგად არ ფლობს ენას, იმ ენას, რომელზედაც სასამართლო პროცესზე როგორც მოწმის სტატუსით ისე უნდა გამოვიდეს, ჩვენ გვაქვს უფლება რომ მოვითხოვოთ
თარჯიმანი. სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ ძალიან საინტერესო პრაქტიკული შემთხვევა მოხდა, პრეცედენტი მოხდა საქართველოს სასამართლო სისტემაში, როდესაც ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, თუმცა ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო, მან არასწორად გასცა ინფორმაცია, რეალურად ვერ გაიგო სასამართლოს შეკითხვის არსი და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა უნებურად, იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ კარგად ფლობდა ქართულ ენას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აი ამ კონკრეტულ დაძაბულ სტრესულ მომენტში სწორი ინფორმაცია ვერ მიიღო და შესაბამისად სწორი ინფორმაციაც ვერ გასცა. რა თქმა უნდა, შემდეგ გაირკვა და მშვიდობიანად დასრულდა ეს ფაქტი, თუმცა ჰქონდა ესეთი პრეცედენტი, ამიტომ ყველას, ვისაც მოწმის სტატუსით იბარებენ, აქვთ თარჯიმნის მოთხოვნის უფლებამოსილება. მესამე რაც არის, მოწმეს აქვს უფლება, რომ ჩაერთოს საგამოძიებო მოქმედებაში. ამიტომ, როდესაც ამ კონკრეტულ საქმეზე ვართ დაბარებულები სასამართლოში, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ იმის უფლება, რომ მოვითხოვოთ საქმის მასალები, არამედ ჩავერთოთ და მუდმივად გქონდეს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს მთლიანად საგამოძიებო პროცესი. მეოთხე ყველაზე მთავარი არის ის, რომ როდესაც შედგება საგამოძიებო ოქმი, შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ საგამოძიებო ოქმი, მათ შორის ჩვენი უკვე როგორც მოწმის დაკითხვის ოქმი, რომელიც ამ საქმეში იდება ჩადებული, წავიკითხოთ ხელახლა და თუ არ ვეთანხმებით, შეგვიძლია რომ შევცვალოთ, შეგვიძლია რომ დავამატოთ, შენიშვნები მიუთითოთ და ასე შემდეგ. და ბოლო ყველაზე მთავარი რაც აქვს მოწმეს და ეს არის საერთაშორისო სტანდარტით დაცული, ეს არის ის, რომ მოწმეს შეუძლია მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარება. მაგალითად, შეიძლება იყოს ისეთი საქმე, როდესაც მოწმის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და ამ შემთხვევაში მოწმეს აქვს იმის უფლება, რომ მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიება, ანუ ისარგებლოს დაცვის ფუნქციით. კი ბატონო, აი ამ თემიდან გამომდინარე, ანუ ადვოკატთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა და მაშინ აქვე გავაგრძელებ, რახან დაცვის უფლების მოთხოვნა შეუძლია და აქვს ეს უფლება, თუ სჭირდება ადვოკატი, ვთქვათ, როდესაც მიდის მოწმედ, თუ ეს საქმიდან გამომდინარეა, ან ამის უფლება თუ აქვს, რომ მოითხოვოს. რა თქმა უნდა, აქვს და ასევე აქვს მოწმეს იმის უფლება, რომ ყავდეს კანონიერი დამცველი და რატომ? ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, განსხვავება სისხლის სამართლის საქმეების და სამოქალაქო საქმეების. როდესაც ხდება მაგალითად სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის დაბარება, ამ შემთხვევაში სასამართლო განჩინება და დაბარება არ არის საჭირო, ის ვალდებულია რომ გამოცხადდეს. თუმცა სამოქალაქო საქმეს მოწმის შემთხვევაში კონკრეტულ მხარეს, რომელსაც უნდა რომ მოწმე დაიბაროს, სასამართლოს უნდა დაარწმუნოს, რომ მოწმე ჭირდება საქმის მტკიცებულებიდან გამომდინარე. მაგრამ მოდით ახლა ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმეებზე გამომდინარე მოწმის სტატუსის უფლებებზე, გავუმარტოთ მაგალითად მოწმის ჩვენება და ჩვენების პროცესი და აი აქ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორ აქვს უფლება, რომ მოწმეს ყავდეს კანონიერი დამცველი. როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე არის დაბარებული, მათ აქ არის გარკვეული გაწერილი პროცესი, როგორ ხდება მოწმის დაკითხვა. პირველი ეს არის მოსამართლემ აუცილებლად და სასამართლომ აუცილებლად უნდა გაარკვიოს ვინაობა და იდენტიფიცირება მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმესთან რა კავშირი აქვს კონკრეტულ პიროვნებას. შემდეგ ეს ხდება ახსნა განმარტება რა უფლებები აქვს და რა ვალდებულებები. შემდეგი არის, როდესაც მოწმე დებს ფიცს და ფიცი მოდი აქვე ვიტყვი რა არის ორნაირი, შეგვიძლია როგორც რელიგიური ფიცი დავდოთ ბიბლიაზე, ასევე სამოქალაქო ფიცი დავდოთ კონსტიტუციაზე და შემდეგ იწყება უკვე დაკითხვის პროცესი. დაკითხვის პროცესი არის ორნაირი. ეს არის ჯვარედინი და პირდაპირი. პირდაპირი არის, როდესაც იმ ხარის კითხვებს პასუხობ, რომელმაც მოწმედ დაგიბარა, თუმცა ჯვარედინი არის, როდესაც საპირისპირო მხარე ან მოპასუხა, მაგალითად ბრალდებელი გისვავთ შეკითხვებს. კანონში პირდაპირ წერია, რომ ორივე მხარეს აქვს იმის უფლება დასვან ისეთი შეკითხვები, რომელიც კონკრეტულ საქმეს ეხება და თუ ამ კონკრეტული საქმის ფარგლებს იქით დაისვა რაიმე შეკითხვა, თავად მოწმეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს იმის უფლება, რომ გააჩეროს და უარი თქვას პასუხის გაცემაზე. შესაბამისად, საქმის გაცნობის და მასალების გაცნობის შემთხვევაში, საგამოძიებო ოქმში მონაწილეობის მიღების პროცესში, ასევე დანამატების და ცვლილებების შეტანის დროს, ასევე დაკითხვის დროს, რა თქმა უნდა, მოწმეს შეუძლია რომ ყავდეს
თავისუფლება დამცველ. კი ბატონო, ანუ ესე იგი კონკრეტულ კითხვაზე ჩვენ გვაქვს უფლება რომ უარი ვთქვათ პასუხზე თუ არ ეხება საქმეს, თუმცა ზოგადად მოწმედ მისვლაზე უარს ან რაღაც დუმილის უფლება ესეთი არსებობს მოწმის შემთხვევაში. არ არსებობს დუმილის შემთხვევა, თუმცა კანონი განსაზღვრავს და სწორედ აი ეს მინდა რომ ავხსნა ახლა, კანონი განსაზღვრავს ისეთი პირების ჩამონათვას, რომელსაც უფლება აქვს რომ მოწმის დაბარების შემთხვევაში უარი განაცხადოს მოწმის სტატუსის მიღებაზე. კი ბატონო. ასევე არიან ისეთი ადამიანები და კატეგორია, რომელსაც ასევე საპატიოდ შეიძლება ჩაეთვალოს, რომ უარი განაცხადა მოწმის სტატუსის ვალდებულებაზე, ასე ვთქვათ. მოდით პირველი ვისაუბროთ, გავმარტოთ, ვის არ აქვს უფლება. კი ბატონო. და ვისთვის შეიძლება მაგალითად არსებობდეს გარკვეული კატეგორია, ვისაც უფლება აქვს რომ მოწმის სტატუსზე უარი თქვას. პირველი ეს არის ადვოკატი, იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციას ფლობს, ეს შეიძლება იყოს სასულიერო პირი, რომელსაც ბრალდებულმა გაუნდო ისეთი ინფორმაცია რელიგიური აღსარებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს თავად ბრალდებულის ახლონათესავი ან ოჯახის წევრი, რომელიც ისეთი ინფორმაციას ფლობს, რომ თუ გაამჟღავნა შეიძლება ბრალდებული უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენოს. ამ შემთხვევაში თუ მსგავსი ტიპის შემთხვევა გვაქვს, შეუძლია რომ ოჯახის წევრს უარი განაცხადოს მოწმის სტატუსის მიღებაზე. სახალხო დამცველი, იმიტომ რომ სახალხო დამცველი შეიძლება ბრალდებულთან მქონდა წინასწარი გასაუბრება და ასევე მქონდეს გარკვეული ტიპის ინფორმაცია. მოსამართლეს შეიძლება უარი თქვას, იმიტომ რომ სასამართლო თათბირზე შეიძლება კონკრეტული საკითხი იყო განხილული, სადაც მან გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღო და საქართველოს პარლამენტის წევრს ესეც კანონში იმიტომ წერია, რომ შეიძლება მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ფლობდეს ისეთ ინფორმაციას, რომლის მოწმის და ვთქვათ ამ ახსნის მომენტში ბრალდებული უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენოს. ეს რაც შეეხება იმ კატეგორიას, რომელსაც უფლება აქვს რომ თქვას უარი თუ მოწმის სტატუსის დაბარებაზე, ასე ვთქვათ, სასამართლოდან მიიღო შეტყობინება. მაგრამ ასევე სასამართლო ჩვენ გვეუბნებს, კანონმდებლობა ასევე გვეუბნება, რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს გაანთავისუფლოს კონკრეტული პირები და საპატიოდ ჩაუთვალოს, თუ ისინი მოწმედ არ გამოცხადებიან სასამართლოში. პირველი ეს შეიძლება იყოს სამედიცინო მუშაკი, რომელიც ისეთ საიდუმლო სამედიცინო ინფორმაციას ფლობს კონკრეტული პირის მიმართ, რომლის გამჟღავნების უფლებაც არ აქვს როგორც სამედიცინო მუშაკს. ან დიაგნოზი და სხვა დეტალები. მეორე ეს არის მაგალითად კონტრდაძვერის ან სპეციალური სამსახურის დასაქმებული პირი, რომელიც ფლობს სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებას, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას და ამის გამჟღავნების უფლება არ აქვს. ნოტარიუსი საჯარო მოსამსახურე სამხედრო პირი, რომელთაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ არ გაამჟღავნოთ სახელმწიფო საიდუმლოებები. და ბოლოს ეს შეიძლება იყოს პირი, რომელიც ფლობს ისეთ კომერციულ საქმიანობას ან საბანკო საიდუმლოებას, რომლის გამჟღავნების უფლებაც არ აქვს. აი ამ კონკრეტულ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, იმიტომ რომ პრეცედენტულია და ძალიან საინტერესო, სხვათა შორის საქართველოში მოხდა, როდესაც კოკა-კოლასა და პეპსის კომპანიას შორის იყო სასამართლო დავა და ამ შემთხვევაში მოწმის სტატუსად იყო დაბარებული ერთი კონკრეტული პირი, რომელიც ფლობდა კომერციულ საიდუმლოებას, როგორ ხდება კონკრეტული ამ სასმელის დამზადება. წარმოების პროცესი. შესაბამისად საპატიოდ ჩაეთვალა მას და სასამართლომ გაათავისუფლა. ანუ ამას მოსამართლე წყვეტს თავის მხრივ. უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გვინდა რომ საპატიოდ ჩაგვეთვალოს, თავად მოწმე მიმართავს სასამართლოს. თუმცა, როდესაც უარი უნდა ითქვას მოწმის სტატუსზე, როგორც ჩვენ გავსაზღვროთ მაგათად ადვოკატის სასულიერო და ასე შემდეგ, თავად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული პირი ჩაიხსნას მოწმის სტატუსი. კი ბატონო, გვანცა თუ არსებობს აი რაღაც დაყოფა თუ არის მთავარი მოწმე ვინ არის და რაღაც დამატებითი მოწმე. რა თქმა უნდა, ამას თვითონ საქმეში მონაწილე პირები განსაზღვრავენ. მაგალითად ეს შეიძლება იყოს დაცვის მხარე ან ბრალდებელის მხარე და თავად განსაზღვრავენ მაგალითად მოქალაქის კონკრეტული ადამიანის მიერ გამჟღავნებულ ინფორმაციას, ვის როგორი შემხებლობა ქონდა კონკრეტულ საქმესთან. თუმცა ეს როგორც მთავარი მოწმე, პირველი მოწმე, მეორე მოწმე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობაში არ გვაქვს. ეს
საქმიდან გამომდინარე, მაგალითად, ვინ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს კონკრეტული საქმიდან, ამის და მიხედვით ხდება მოწმეების დაბარება და რა თქმა უნდა, სია ეგზავნება სასამართლოს და აქ პირველი, მეორე, მესამე არ უნდა ჩავთვალეთ, რომ არ ჩავთვალეთ, რომ ვიღაც უფრო მეტი უფლებებით სარგებლობს, არ არის. უბრალოდ საკითხი დგება ისე, ვის როგორი შემხებლობა, რა დროს, რა ეტაპზე და რა მდგომარეობით ქონდათ შეხება სასამართლოს. კი ბატონო, აი უფლებების ნაწილზე, თუმცა ვალდებულებებიც ვახსენეთ დასაწყისში, მაგრამ მაინც უფრო ცხადი რომ გახდეს, გასაგებია ეს უფლებები, რაც გვაქვს თუ მოხდა და გამოგვიძახეს მოწმედ, თუმცა რა ვალდებულება გვაქვს, როდესაც მივდივართ სასამართლოში ამ შემთხვევაში. პირველი თუ ჩვენ არ ვართ ის კატეგორია, რომელსაც საპატიოდ ეთვლება, რომ მოწმის სტატუსზე უარი თქვას, ან მაგალითად არ ვართ ის კატეგორია, რომელზედაც კანონი ავალდებულებს, რომ უარი თქვას მოწმის სტატუსის მიღებაზე, ამ შემთხვევაში დანარჩენ სხვა შემთხვევაში ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ გამოცხადდეს სასამართლოში, მეორე უნდა უპასუხონ აუცილებლად შეკითხვებს და ეს შეკითხვები უნდა იყოს აუცილებლად სიმართლით, არაფერი სიმართლის გარდა, აუცილებლად უნდა დაიცვან ის წესები, რომელიც სასამართლო პროცესზე მიმდინარეობს და უნდა იყოს მაგალითად დაიცვას სასამართლო წესრიგი და ყველაზე მთავარი თუ სასამართლოს და მოსამართლის მიერ მოთხოვნა იქნება, რომ არ იქნეს გამჟღავნებული საქმის მასალები, რომელიც მან სასამართლოს ფორმაზე მოისმინა, მოწმეს აქვს ვალდებულება, რომ ეს შეინახოს საიდუმლოდ და თუ მოხდება გავრცელება და თუ დადგინდა, რომ კონკრეტულმა მოწმემ საქმიდან გამომდინარე გაავრცელა ინფორმაცია იმ საქმეზე და იმ კონკრეტული ინფორმაციის შესახებ, რომელზედაც მას ვალდებულება ჰქონდა, რომ შეენარჩუნებინა და საიდუმლოდ შეენახა, ამაზე ცეცხლის სამართლის კანონმდებლობა გვეუბნება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც დასჭადია. პასუხისმგებლობის მომენტი. და ასევე აი პროცედურულ ნაწილსაც რომ მივყვეთ, რამდენჯერაც გამოგვიძახები, შეიძლება რომ ხდომაზე და კიდევ დაგვიბარონ დამატები. შესაძლებელია თუ გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები და თუ სასამართლომ გადაწყვეტა, რომ მოწმის დაკითხვა ხელმეორედ შეიძლება, შესაძლებელია, რა თქმა უნდა. საქმის განხილვის პერიოდში რაიმე ტიპის შეზღუდვა ხომ არ აქვს მოწმეს, თქვათ გადაადგილების ან ქვეყნის დატოვება, თუ ეს კონკრეტული საქმიდან გამომდინარე დგინდება. ნებისმიერი რამ შესაძლებელია, რომ განსაზღვროს გასაგამოძიებო მხარე, ეს არის დაკავშირებული საქმესთან, კონკრეტულად რომ საქმეს ვეხებით, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმეებზე შესაძლებელია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომაც, იმიტომ რომ შეიძლება იმ დონის მნიშვნელობის საქმე იყოს, რომელიც ეხება არა მარტო ბრალდებულის განსჯადობას, არამედ სახელმწიფოების მნიშვნელოვანი საკითხები იყოს, რომ რა თქმა უნდა, სასამართლომ შეუძლია გადაწყვიტოს, რომ მოწმეს მაგალითად მოსთხოვოს გარკვეულ პერიოდში არ დატოვოს საქართველოს საზღვრები, ან მზაობა გამოაცხადოს, რომ ნებისმიერ დროს მიღებული შეტყობინებიდან, რომ ის უნდა გამოცხადდეს სასამართლოში, ვალდებულია, რომ გამოცხადდეს სასამართლოში. თუმცა, მსგავსი საკითხები არ ეხება ხოლმე სამოქალაქო საქმეებს, იმიტომ რომ აქ უფრო მარტივია პროცესი და მოწმე წარმოადგენს ერთგვარ, რა თქმა უნდა, ასე მტკიცებულების მხარესაც, თუმცა მსგავსი შეზღუდვები და მსგავსი საზღვრის დატოვების საკითხები ნაკლებად გვხვდება პრაქტიკაში. კი ბატონო, მოკლედ ერთი მთავარი რაც არის, რომ როდესაც და თუ ვიღებთ ამ შეტყობინებას სასამართლოდან მოწმეთ გამოკითხვასთან დაკავშირებით, მთავარი არის, რომ ზუსტად ვიცოდეთ და გავეცნოთ საქმეს, ხომ, რომ ჩვენი როლი გავიაზროთ რა სად არის. აუცილებლად უნდა გავეცნოთ საქმეს, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ საგამოძიებო ოქმი და აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ჩვენი მიცემული მოწმის ჩვენება, იმიტომ რომ შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ საგამოძიებო პროცესის დროს. ამიტომ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და თუ არ ვეთანხმებით, შეგვიძლია რომ დავამატოთ, შეგვიძლია რომ შევცვალოთ და შეგვიძლია რომ გარკვეული მითითებები და კომენტარები დაუწეროთ. ამის სრული უფლება გვაქვს და რა თქმა უნდა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ამ უფლების შესახებ. კი ბატონო, დიდი მადლობა გვანცა ამომწურავი და ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციისთვის. გვანცა ჟორჟოლიანი იურისტი, სამხელქო სამართლის სპეციალისტი, ბიზნეს მრჩეველი ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ რუბრიკის ფარგლებში შენი უფლებები გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად ერთი კვირით მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.